თავში გავიდეს. მე ველოდები იმ მაყურებელს სამწუხაროდ რომელსაც აქვს განსხვავებული პოზიცია, მაგრამ სამწუხაროდ ასეთი ტიპის მაყურებელი ჯერჯერობით არ რეკავს ჩვენს ეთერში, რადგან ტელეფონით გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა თვლის, რომ ვეტერანთა აქცია 3 იანვარს 2011 წლის დასაწყისში არ განმეორდა. 9%-ია ძალიან საინტერესო და ძალიან შემაშფოთებელი რა. ესე იგი 1/10 ჩვენი მოსახლეობის თვლის, რომ ეს იყო კანონიერი და ეს იყო ღირსეული მოქმედება, ხო? მე გარდა იმისა, რომ ვთხოვ მაყურებელს იაქტიუროს, მეტი სამწუხაროდ არაფერს გაკეთება არ შემიძლია. უღრმესი მადლობა თქვენი აზრის გამოხატვისთვის და ვთხოვთ გაითვალისწინოთ ამ ადამიანის შენიშვნა და იმ მაყურებელს, რომელსაც აქვს განსხვავებული პოზიცია ვეტერანთა აქციის დაშლასთან დაკავშირებით, ვთხოვთ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 317 994. ინტერნეტ გამოკითხულთა პროცენტული მაჩვენებლები ამ დროისთვის შემდეგნაირად არის გადანაწილებული. 90% თვლის, რომ აქცია არაკანონიერად დაიშალა. დაახლოებით 8% თვლის, რომ აქცია არაკანონიერად დაიშალა, ხოლო 2%-მდე გამოკითხულთა რაოდენობის საერთოდ პოზიციის გამოხატვისგან თავს იკავებს. გამარჯობა, გისმენთ. ალო, მოგესალმებით. გილოცავთ შობახალწევს და ეს არის მრავალს. ძალიან გამეხარდა, რომ აღსდგა ეს გამოკითხვა. ადრე იყო, მე შეწყვეტ, ხო მიხარია, კარგია თუ გაგრძელდება. მართალია, საზოგადოების გამოკითხვის აზრს არავინ ითვალისწინებს ზემოთ, რა თქმა უნდა, ვიყურებელა დაქცინა კიდეც ალბათ, მაგრამ არა უშავს. დადგება დრო, რომ მინდა შევახსენო მათ უფლის სიტყვები. რა ის არ გაუკეთო სხვას, რასაც შენ თავს არ გაუკეთებო. დადგება დრო, რომ ეს ვინც ამათ მოუწყო ეს აქცია, ისინი თვითონ მოაწყობენ აქციას. ამთავრობის წინააღმდეგ გამწარებულები მოვა, მაგდროც მოვა. ანუ მე როგორ ვხვდებით, თქვენ არაკანონიერად მიიჩნევთ ვეტერანთა აქციის დაშლას. რა თქმა უნდა და როგორ დაარბევენ მე და როგორ მოეწოდებათ ეს დარბება, აქ ნახოთ. იგივე ზემოთაც მოვახსენებ რევოლუციის მომწყობებს შევახსენებ უბრალოდ რომ რაც სხვას გაუკეთეს, იგივე გაუკეთებენ მასაც და გულიდო დაწყდებათ. კიდევ იმასაც შევახსენებ, ალო. დიახ, გისმენთ. კიდევ იმასაც შევახსენებ, რომ ეს ყველაფერი მათზე კი არ გადადის, მარტო შვიდ-თაობაზე გადადის და თუ რაიმე მათ თაობაში ვინმეს რამე დაემართება, ნუ გაუკვირდებათ. ეს ხალხის ცოდვების შედეგი იქნება. უღრმესი მადლობა თქვენი აზრის გამო. უღრმესი მადლობა თქვენი აზრის გამოხატვისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ საკუთარი პოზიცია შეგიძლიათ დააფიქსიროთ 317 994. ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, ხოლო ინტერნეტით შეგიძლიათ ხმა მისცეთ შეკითხვას, იყო თუ არა კანონიერი ვეტერანთა აქციის დაშლა, მის სამარზე 3W გამოკითხვა ჯიდა. მაყურებელი არის ეთერში, გამარჯობა, გისმენთ. ალო, გამარჯობა, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. ალო. ტელევიზორს დაუწიეთ თუ შეიძლება. სამწუხაროდ მაყურებელი ვერ მოახერხა პირდაპირ ეთერში გასაუბრება და მე შევახსენებ საზოგადოებას, რომ ძალიან მნიშვნელოვანი იყო საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელმაც უარყოფითად შეაფასა ვეტერანთა აქციის დაშლა. საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯო ბასის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ დემოკრატიულ ქვეყნებში ასეთი რამ დაუშვებელია და მან უარყოფითად შეაფასა პოლიციის მიერ ვეტერანთა აქციის დაშლა 2011 წლის 3 იანვარს. ასე მნიშვნელოვანია ეს ინფორმაციაც, რომ როგორც აქციის მონაწილე ვეტერანები აცხადებენ, ისინი თავად აპირებდნენ 6 იანვარს უკვე შიმშილობის აქციის შეწყვეტას და მაყურებელი არის ხარზე. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, ხალბატონო. გამარჯობა, გისმენთ. რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები აქციის დაშლას, ეს იყო სავსებით უკანონო აქცია. მაგრამ ხეც ვიხრი მთელი საქართველოს წინაშე, მაგრამ აღნიშნავ ვერც. ქართულმა ხალხმა რადგან ესა ეს მოიმკა, არ უნდა მიეცა სააკაშვილისთვის ხმა, უნდა გაებათელებინა ყველა ბიულეტინი და ავტომატურად ეს იქნება ნულოვანი არჩევანი. ანუ თქვენი პოზიცია თვლით, რომ არაკანონიერად დაიშალა აქცია. ძალიან დიდი მადლობა საკუთარი აზრის გამოხატვისთვის. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 317 994, ხოლო ასევე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს ვებ მისამართზე 3W გამოკითხვა ჯიდა. მაყურებელი არის ხაზზე. გამარჯობა, გისმენთ. მოგილოცავთ შობა ახალ წელს. დიდი მადლობა. ასევე რა თქმა უნდა არაკანონიერია, მაგრამ აქვს ამ ხალხის ტელევიზორს მოშორდით, ხალხის აზრის გამოხატვას. ტელევიზორს იქნებ ჩაუწიოთ, ან ცოტა ოთახის სხვა კუთხეში გადაინაცვლოთ. აქვს მნიშვნელობა, რაიმე მნიშვნელობა თუ აქვს ამ ხალხის აზრის გამოხატვას.
კი, რა თქმა უნდა. მე შემიძლია ამაში ძალიან ბევრი ადამიანი დავარწმუნო, რომ საზოგადოების აქტიურობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ხალბატონო. ან მგონია, რომ თავრობაზე იმოქმედოს რაიმემ. ვერც ერთი ადამიანის აზრს იგნორირებას ვერ უკეთებენ როგორც წესი. თქვენი პოზიცია თუ შეიძლება იყო თუ არა კანონიერი? არა კანონიერი იყო. ძალიან დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა საკუთარი პოზიციის გამოხატვისთვის. თქვენ შეგიძლიათ დარეკოთ ტელეფონის ნომერზე 3179994. მე მაყურებელს მინდა ვუთხრა, რომ ტელეკომპანია მაესტროს გამოკითხვაში არ იფილტრება ზარები, ამაში ნებისმიერ მსურველს თავად შეუძლია დარწმუნდეს, ასევე ხმის მიცემის პროცედურა მიმდინარეობს ვებ მისამართზე www.გამოკითხვა.g და გამოკითხული საზოგადოების პროცენტული მაჩვენებლები შემდეგნაირად არის გადანაწილებული 90% თვლის, რომ აქცია არაკანონიერად დაიშალა, 8% დაახლოებით მიიჩნევს, რომ აქცია კანონიერად დაიშალა, ხოლო 2%-მდე გამოკითხულთა რაოდენობის თავს იკავებს საკუთარი პოზიციის გამოხატვისგან და მაყურებელი არის ეთერში. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობა. როგორ ფიქრობთ, იყო თუ არა კანონიერი ვეტერანთა აქციის დაშლა? არა მგონია. თქვენ როგორ ფიქრობთ, უფრო თამამად შეგიძლიათ პოზიცია გამოხატოთ? ანუ იყო ეს კანონიერი თუ არ იყო? ძალიან კონკრეტულია შეკითხვა. ვაფშე არ იყო კანონიერი, იმიტომ რატო იცის? ყველაფერი ბიჭება გიბზოლეს ბოლომდე. ძალიან დიდი მადლობა თქვენი აზრის გამოხატვისთვის და მე მაყურებელს კვლავ შევახსენებ იმ ტელეფონის ნომერს, რომელზეც პირდაპირ ეთერში შეგიძლიათ დააფიქსიროთ საკუთარი აზრი. ეს არის 3179994. ამ დროისთვის გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა ტელეფონით გამოკითხულები მყავს. ხედავობაში მიიჩნევს, რომ აქცია არაკანონიერად დაიშალა, ხოლო რაც შეეხება www.გამოკითხვა.g ვებ გვერდზე შესული ინტერნეტ გამოკითხულთა პროცენტული რაოდენობა შემდეგნაირად არის გადანაწილებული 90%. კვლავ თვლის, რომ აქცია არაკანონიერად დაიშალა, დაახლოებით 8% გამოკითხულთა რაოდენობის მიიჩნევს, რომ აქცია კანონიერად დაიშალა, 2%-მდე გამოკითხული საზოგადოების რაოდენობისა საერთოდ თავს იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან და მაყურებელი არის ეთერში. გამარჯობა, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ. გენაცვალე. ასეთ შეკითხვას უსვამენ დებილებს და აი 9% არის უბრალოდ დებილი. რომელიც ამბობს, რომ კანონიერი. ცოტა კორექტულად თუ შეიძლება. კორექტულად გითხარი. პირდაპირ ეთერში ხართ. ვერი რა. მე დაახლოებით ხვდები თქვენ პოზიციას, ანუ თვლით, რომ აქცია არაკანონიერად დაიშალა. ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა თქვენი პოზიციის დაფიქსირებისგან. 3179994 ეს არის ჩვენი ტელეფონის ნომერი, სადაც თქვენ შეგიძლიათ საკუთარი აზრი გამოხატოთ და შემდეგი მაყურებელი არის ხაზზე საღამომშვიდობის გისმენთ. გამარჯობა. შობა ახალწელს მოგილოცავთ. რა თქმა უნდა, არაკანონიერი იყო ეს დაშლა ამ ომის ვეტერანების, მაგრამ თუ შეიძლება აღნიშნეთ ისიც, რომ ქუთაისში როდესაც დაანგრიეს ის ვეტერანთა მონუმენტი, რომლებიც დაიღუპნენ რა ის რომ გავიდა დრო რა უკვე აღარ არიან ისინი და ის ადამიანი ახალგაზრდა ქალი რო გარდაიცვალა, დაიღუპა და ბავშვი ამას დაახშირად უნდა ახსენებდეთ თქვენ. იმიტომ რომ მათ იქ ძალიან დიდი ცოდვა ჩაიდინეს. აქ ცემეს და იქ კი მოკვდა ორი ადამიანი. მაგრამ რატომღაც არც ერთი პოლიტიკოსი არც აღნიშნავენ და არც მანდაბაიც ხას არ უსვამენ ამას. რა თქმა უნდა უარყოფითია ჩემი პოზიცია. არაკანონიერი საქციელი ჩაიდინეს, დიდი ცოდვა ჩაიდინეს და ყველაფერზე მათ რა თქმა უნდა მიეძღვებათ, მაგრამ დაანგრიეს ქვეყანა, გაყიდეს და მოსპეს. დიდი მადლობა ქალბატონო თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის. 3179994 ეს არის ტელეფონის ნომერი, სადაც თქვენ მოახერხებთ პირდაპირ ეთერში საკუთარი პოზიციის გამოხატვას. მაყურებელი არის ხაზზე, გამარჯობა, გისმენთ. საღამომშვიდობის. დიახ, გისმენთ. საღამომშვიდობის აგენიცვალე. რა თქმა უნდა არაკანონიერი იყო. ძალიან მწუხვართ, რომ მეტი არ შეიძლება რომ ასეთი გმირი ბიჭები ასე საოცარ სიტუაციაში დაგვანახეს და ჩვენ შვილებს, ჩვენ ახალგაზრდებს ვეღარ მოუწოდებთ რომ გააკეთოს ისეთი საქმე, რომ საგმირონი გახდნენ. რადგან ჩვენ თვალწინ და ჩვენი ახალგაზრდების თვალწინ ცემეს და შეურაცხყოფილი დატოვეს საახალწლოდ ეს ჩვენი ასეთი კარგი გმირები. რა თქმა უნდა არაკანონიერად ვთვლით. და ყველა ჩემს ირგვლივ ვინც არის. დიდი მადლობა თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის. მაყურებელს შევახსენებ, რომ 2010 წლის 27 დეკემბერს დაწყებული ვეტერანთა აქცია, რომელიც პერმანენტულად იმართებოდა 2011 წლის 3 იანვარს საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის ძალით დაშალეს, რამაც ძალიან დიდი აღშფოთება გამოიწვია საზოგადოებაში. ერთ-ერთი აღშფოთებული გახდათ ამერიკის ელჩი ჯო ბასი, რომელმაც განაცხადა, რომ დემოკრატიულ ქვეყანაში ასეთი რაღაცები არ ხდება და მაყურებელი არის ხაზზე, გამარჯობა, გისმენთ. გამარჯობათ. გისმენთ. 8
8% ეს არის ალბათ ნაცმოძრავის მხარდამჭერები, დანარჩენი 90% ეს არის ალბათ რეალური საზოგადოება, რომელიც აფასებს, რომ არაკანონიერი იყო, რა თქმა უნდა. თქვენი პოზიცია როგორია? იყო თუ არა კანონიერი ვეტერანთა აქციის დაშლა? რა თქმა უნდა, უკანონო იყო ეს. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა თქვენი პოზიციის გამოხატვისთვის. ინტერნეტის გამოკითხული www გამოკითხვა.g ამ ვებმისამართზე თქვენ შეგიძლიათ ხმა მისცეთ და გაარკვიოთ, რამდენად კანონიერი იყო ვეტერანთა აქციის დაშლა. 99% მიიჩნევს, რომ აქცია არაკანონიერად დაიშალა, 9% თulis, რომ აქცია კანონიერად დაიშალა. გამოკითხულთა დაახლოებით 2% თulis, რომ საერთოდ საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისგან თავს იკავებს და მაყურებელი არის ეთერში. გამარჯობა, გისმენთ. რა თქმა უნდა, კაცო, როგორ შეიძლება ამ ხალხმა თავი დადო ომის გულისთვის, იმისთვის, რომ დღეს შვილობა ყოფილიყო საქართველოში. და რა გაუკეთეს? მე ჯერ უკვე ხალხს ამოვიდა, ყელიდან ამოვიდა. ანუ თქვენ თვლით, რომ არაკანონიერად დაიშალა ვეტერანთა აქცია? რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ძალიან დიდი მადლობა თქვენი პოზიციის დაფიქსირებისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, რომ ტელეკომპანია მაესტროში ზარები არ იფილტრება და თქვენ შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში გამოხატოთ საკუთარი პოზიცია ტელეფონის ნომერზე 317 994. ტელეფონით გამოკითხულთა აბსოლუტური უმრავლესობა ამ ეტაპზე ერთ აზრზე დგას და თვლიან, რომ ვეტერანთა აქცია არაკანონიერად დაიშალა. და დღეისთვის ბოლო მაყურებელი არის ეთერში საღამო მშვიდობის. იყო თუ არა კანონიერი ვეტერანთა აქციის დაშლა? ალო? დიახ, გისმენთ. გამარჯობა. გამარჯობა. ეს ჩვენი მოსახლეობის ბრალია. აი მაშინ როცა ვეტერანს მოუხსნეს ყველაფერი დახმარება და გმირების სახელით არა აქვს, წოდებაც კი ჩამოართვეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამაზე მეტ კიდე უნდა ველოდოთ. ეს არაფერი არ არის. კიდე მეტი იქნება. აი 9% რომ ჩვენ ყველას გვგონით, ეს არის სირცხვილი. ქართველებისთვისაც და საერთოდ ყველა იმ მაცხოვრებელი ადამიანები, ვინც ცხოვრობს საქართველოში. განურჩევათ ქართველი ერისა და სომეხი თუ ვინ იქნება. მწენია რომ საქართველოში ვცხოვრობ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი პოზიციის გამოხატვისთვის. დღევანდელი შედეგები ასე გამოიყურება. 50 წუთის განმავლობაში გამოკითხვა მოასწრო 26 სატელეფონო ზარის მიღება, აქედან აბსოლუტური უმრავლესობა ერთ აზრზე იდგა და თვლიდა, რომ ვეტერანთა აქცია არაკანონიერად დაიშალა, ხოლო რაც შეეხება ვებ გვერდს მისამართით 3w გამოკითხვა.g, იქ ხმის მიცემის პროცედურა გრძელდება და მონაცემები ამ დროისთვის დაახლოებით ასე გამოიყურება. დაახლოებით 89% თვლის, რომ აქცია არაკანონიერად დაიშალა, 9% თვლის, რომ აქცია კანონიერად დაიშალა, 2%-მდე გამოკითხული საზოგადოებისას საერთოდ იკავებს პოზიციის დაფიქსირებისგან თავს. ვეტერანების თემა გაგრძელდება არგუმენტებში თია სიჭინავასთან ერთად და თემას განაგრძობენ დავით ზურაბიშვილი და დავით ამირეჯიბი, ხოლო ეკა ბერიძესთან პირდაპირ საუბარი გია ყარყარაშვილს მოუწევს. მე ზუსტად ხვალამდე გემშვიდობებით ნახვამდის.